მოგესალმებით. ვაგრძელებთ ბავშვის განვითარებაზე საუბარს და დღეს მინდა ჩემი ლექცია დავიწყო ეგრეთ წოდებული ფსიქოანალიტიკური პერსპექტივის ძირითადი საკითხებით. მე-20 საუკუნის 30-იან 40-იან წლებში სულ უფრო მეტი მშობელი ითხოვდა პროფესიონალთა დახმარებას შვილების ემოციურ სტრესთან და ქცევის პრობლემებთან გასამკლავებლად. ნორმატიულმა მოძრაობამ პასუხი კი გაცა შეკითხვას, როგორები არიან ბავშვები, მაგრამ დღის წესრიგში მომდევნო კითხვა იდგა, როგორ და რატომ ხდებიან ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან. ფსიქოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ ფსიქიატრებმა და არა მარტო ფსიქიატრებმა, ასევე სოციალურმა მუშაკებმა ინდივიდუალური განვითარების არსებული მიდგომა გაიხსენეს. თითეული ბავშვის ისტორია უნიკალურია. ეს იყო ძირითადად მათი დევიზი. ფსიქოანალიტიკური პერსპექტივის მიხედვით ბავშვები სტადიების სერიას გადიან, რომლის პროცესშიც ბიოლოგიური იმპულსების, მამოძრავებელების, დრაივების და ასევე სოციალური მოლოდინების და მათთან მიმართებაში სოციალური მოლოდინების კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე ისინი. ის თუ როგორ გადაჭრის ინდივიდი მსგავს კონფლიქტებს, განსაზღვრავს მისი თუნებავთ სწავლის, სხვებთან ურთიერთობის და გნებავთ შიშის დაძლევის გარკვეულ უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტიკური პერსპექტივის შემუშავებაში მრავალი ადამიანის წვლილია, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსიქოანალიტიკური მოძრაობის მამამთავრის ზიგმუნდ ფროიდის წვლილი გახლავთ და ასევე აღსანიშნავია ერიკერიქსონის თეორია. ზიგმუნდ ფროიდი ეს გახლდათ პროფესიით ექიმი, წარმოშობით ავსტრიიდან, ქალაქ ვენიდან. იგი კურნალობდა რა მრავალფეროვანი ნერვული სიმპტომების მქონე პაციენტებს, მათ ჰქონდათ ჰალუცინაციებს, შიშებს, დამბლას სიმპტომები, რომლებიც მის პაციენტებს ახასიათებდათ, თითქოს არავითარი კავშირში არ იყო ფიზიკურ დარღვევებთან. იგი ეძებდა მიზეზს ამ დაავადებების, ესე ვთქვათ, გამოწვევისა. ამ ადამიანების საშველის ძიებისას ფროიდმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო ბავშვების მტკივნეულ მოგონებებზე თავისუფლად საუბარი, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიის სეანსები მის პაციენტებს წამლად ქცეოდათ, შველაში დახმარებოდათ მათ. მოგონებებზე მუშაობისას ფროიდმა შეისწავლა პაციენტთა არაცნობიერი მოტივები და შექმნა თავისი ფსიქოსექსუალური თეორია. ფროიდის ფსიქოანალიზი, ესე ეწოდება ძირითადად მის თეორიას, მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც მას გარკვეული თეორიული საფუძველი ჰქონდა. მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა უკვე შემდგომში. მე ვახსენე ტერმინი არაცნობიერი. ვაცრავად. ფროიდი თავის თეორიაში ფსიქიკის სხვადასხვა დონეებზე გვესაუბრება და კერძოდ ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკის დონეებს ახსენებს. მის მიხედვით, რასაც ცნობიერი ეწოდება, არ საჭიროებს განხილვასა და მსჯელობას. ცნობიერი მეორე ბაშკარა თვალსაჩინოა და ამიტომაც იგი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელსაც მეცნიერებმა ის უკვე შეისწავლეს ფროიდამდე. ცნობიერება გახლავთ ფსიქიკური ორგანიზაციის მცირედი ნაწილი ფროიდისათვის და მოიცავს იმ შეგრძნებებსა და განცდებს, რომელთაც ჩვენ ვაცნობიერებთ დროის მოცემულ მომენტში. მაგალითად, ამ წუთას თქვენს ცნობიერებაში მოცემულია ის შინაარსი,
რასაც ახლა კითხულობ და ისმენ ჩემგან და ასევე ვთქვათ შიმშილის ბუნდოვანი განცდა. ესეც ცნობიერი პროცესია. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, აზრები, აღქმა, მეხსიერება, გრძნობები, ეს მცირე ნაწილი შედის ცნობიერების სფეროში მხოლოდ. რასაც არ უნდა განიცდიდეს ადამიანის ცნობიერ დონეზე დროის მოცემულ მომენტში. უნდა განვიხილოთ როგორც გადარჩევის პროცესის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გარეგანი სიგნალებით რეგულირდება. ეს შინაარსები ცნობიერებაში დროის ხანმოკლე პერიოდის მანძილზე იმყოფება, შემდეგ კი ისევ სწრაფად იძირება არაცნობიერში, ანუ ვივიწყებთ გარკვეულწილად მას. ინდივიდის ყურადღების სხვა სტიმულებზე გადანაცვლებასთან ერთად ხდება ახალი შინაარსის, ახალი ემოციებისა და ახალი ინფორმაციების გაცნობიერება. ანუ ცნობიერ ფსიქიკაში განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერებას ტვინში დაგროვილი ინფორმაციის მხოლოდ მცირე პროცენტზე მიუწვდება ადამიანს ხელი. ფროიდი არაცნობიერს უწოდებს ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობაზეც არაფერი ვიცით. არაფერი ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ მისი არსებობა. და ამის შესახებ ქცევაზე მისი ზემოქმედების შედეგის მიხედვით ვსჯელობთ კიდეც და რაღაცა დასკვნებიც გამოგვაქვს. მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორც სხვა ადამიანის ფსიქიკურ პროცესისადმი. იმიტომ რომ ის იმ წუთას ჩვენს ხელში არ არის. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, პროცესს არაცნობიერს უწოდებთ, თუ ვარაუდობთ, რომ ის ამჟამად გააქტიურდა, თუმცა არაფერი ვიცით მასზე. დინამიკური დამოკიდებულების თვალსაზრისით ფროიდი პრინციპში გამოყოფდა ორი სახის არაცნობიერს, საუბრობდა ორი ტიპის არაცნობიერს. ერთი ტიპის არაცნობიერის შემთხვევაში მასში მოთავსებული ინფორმაცია ხშირად განმეორებად პირობებში იოლად გადადის ცნობიერში, ხოლო მეორე შემთხვევაში ინფორმაციის ცნობიერში გადასვლა ძნელად, ანუ გარკვეული ძალისხმევით ან საერთოდაც არ ხდება. პირველს ფროიდი წინარეცნობიერს უწოდებს, ხოლო მეორეს უკვე არაცნობიერს. ამრიგად დინამიკური თვალსაზრისით გვაქვს უკვე სამი ტერმინი: ცნობიერი, წინარეცნობიერი და არაცნობიერი. ზემოთქმულს თუ გავიმეორებთ, შეიძლება ესეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ წინარეცნობიერი იგივე არაცნობიერია. მას ხელმისაწვდო მეხსიერებასაც გნებად დავარქვათ პოტენციური მეხსიერება. შეიძლება ვუწოდოთ მას, ანუ ხელმისაწვდომი მეხსიერება. მაშინ მოთავსებულია მთელი ჩვენი გამოცდილება, რომელიც არ ცნობიერდება მოცემულ მომენტში, მაგრამ იოლად შეიძლება გაცნობიერდეს სპონტანურად ან ძალიან მინიმალური ძალისხმევითაც. მაგალითად, მასში ინახება ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდით გუშინ, რომელი ლექსი ვისწავლე პირველად ბავშვობაში, რა ერქვა ჩემს მეგობარს, რომელთანაც ოდესღაც მეგობრობდი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს არის ჩვენი გამოცდილების რეზერვუარი გარკვეულწილად, საიდანაც ჩვენ დროთა განმავლობაში საჭიროების და მიხედვით, იმის მიხედვით, რა მოთხოვნილება გვაქვს რაღაც სიტუაციაში, შეიძლება ამოვიტანოთ ინფორმაცია და გავაცნობიეროთ. აქვე მოთავსებული ჩვენი სიზმრები, ფანტაზიები და ოცნებები სხვათა შორის. რაც შეეხება არაცნობიერს, არაცნობიერი წინარეცნობიერისაგან სიღრმითა და მნიშვნელობით არის განსხვავებული. მასში მოთავსებულია პრიმიტიული ინსტინქტური მისწრაფებები და მიუღებლობის გამო ცნობიერიდან განდევნილი ემოციები და მოგონილები. გარკვეულწილად ტაბუ დადებული სოციალური ნორმებისა და გამო აკრძალული ფიქრები თუ ემოციები ჩვენი. ასეთი განდევნილი და დავიწყებული შინაარსების მაგალითია, მაგალითად ბავშვობის დავიწყებული ტრაუმები, დაფარული მტრული განწყობები მშობლებისადმი, ფროიდი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და დათრგუნული სექსუალური სურვილები, რომელთაც არ ვაცნობიერებთ შეგნებულად. ფროიდის თანახმად, ასეთი გაუცნობიერებელი მასალა
მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებას. მას როგორც თეორეტიკოს ძალიან მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის ქცევის მნიშვნელოვანი ასპექტები მთლიანად ცნობიერების ფარგლებს გარეთ მოთავსებული იმპულსებით არის და მისწრაფებებით ფორმირდება და წარიმართება. ეს მოვლენები არა მხოლოდ არ ცნობიერდება, არამედ უფრო მეტიც თუ რამენაირად იწყება მათი გაცნობიერება ან ქცევაში ღიად გადმოტანა, თავად ინდივიდის მხრიდან აწყდება ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას. გაუცნობიერებელი განცდები წინარე ცნობიერისაგან განსხვავებით მთლიანად მიუწვდომელია გაცნობიერებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარისხით განსაზღვრავენ მაინც ადამიანის მოქმედებებს. უნდა ითქვას, რომ გაუცნობიერებელი მასალა შეიძლება გამოიხატოს შენიღბული ფროიდისათვის ან სიმბოლური სახით, ისევე როგორც არაცნობიერი ინსტინქტური მისწრაფებები არაპირდაპირ დაკმაყოფილებას ნახულობენ იგივე სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშებში თუ შეიძლება მუშაობის დროსაც კი. ფსიქიკის ასეთი სამდონიანი სტრუქტურა უნდა ითქვას, რომ თანდათანობით ყალიბდება და იძენს საბოლოო სახეს პიროვნების განვითარებასთან ერთად. პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა, თავისუფალი ასოციაციები ერქვა მის მეთოდს, რომელსაც ის ფსიქოანალიტიკური სეანსების დროს იყენებდა. აი ამ ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ასე შემდეგ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდისპირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევებისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განსაზღვრულ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, ასე ვთქვათ, მაშინ, როდესაც მათი ცხოვრება მეორე პლანს, არაცნობიერ დონეს. მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს ისინი როგორც არარსებულს ისე უყურებდნენ და არ უნდათ ამის დაჯერება. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, ხვდებოდნენ ამ გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი, არაცნობიერი და სექსუალური, შეადგენდნენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის ძირითად კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერი, ცნობიერამდელის და ცნობიერი სფეროებად ყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტინქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ამას ყოველივეს მან ლიბიდო უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ დახურულია. ცნობიერამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და რაღაცა განცდებია თავმოყრილი, რომლებიც თავის მხრივ შემეცნების საგდებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. მასადამე რაღაც რეზუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ
განვითარების, ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ თეორიაში ხაზგასმულია, რომ ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში შვილის სექსუალური და აგრესიული იმპულსების მიმართ მშობლების დამოკიდებულება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯანსაღი პიროვნების განვითარებაში.